იცით რაშია საქმე? თავისთავად, რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი რანგის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. თავისთავად ფაქტია, რომ კარგია, როდესაც ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი საქართველოში ჩამოდის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ შედეგს მოყვეს კონკრეტული შედეგები. იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა, რაც ეხება საზღვრის გადმოწევას, რაც ეხება, de facto საზღვრის, ხო, ბუნებრივია, რაც ეხება ტერიტორიულ მთლიანობას. სამწუხაროდ, ვერც ტუსკის და ვერც სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების ვიზიტი ვერ იქნება საკმარისი ფაქტორი ამ პრობლემების მოსაგვარებლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარგია ასეთი ვიზიტები, საქართველოს ასეთი ვიზიტები უნდა გამოიყენოს, მაგრამ ილუზიები ამ ვიზიტების შედეგებთან დაკავშირებით ნამდვილად არ უნდა იქნას შექმნილი. ერთი მიმართულებაა ჩვენ როგორ მუშაობთ ევროპასთან, ევროპულ სტრუქტურებთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მაგრამ მთავარი მიმართულება ასევე ქვეყნის ხელისუფლებისათვის უნდა იყოს რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება იმისათვის, რომ პრობლემები მოგვარდეს. ეს არის ჩემი პოზიცია და ეს არის პოზიცია, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ჭირდება. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე საქართველოს ხელისუფლებაში დღეს ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეძლებს გაბედოს და პირდაპირ და ღია დიალოგი დაიწყოს რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლებაში არის ვითარება. აი მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ ერთ-ერთი ჩემი საუბრის შესახებ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. როდესაც ელჩები გაუგნებულნი იყვნენ იმით, რომ დილით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ელჩები იმისათვის, რომ ეთქვა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა საზღვართან დაკავშირებით და თხოვა მათ, რომ სრულად ესე ვთქვათ, ევროპა ჩაეყენებიათ ამ მსოფლიო საქმის კურსში საზღვარზე არსებულ კატასტროფულ ვითარებასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად მათ შეხვედრის დასრულება ვერ მოასწრეს, როდესაც გაკეთდა განცხადება თავდაცვის მინისტრის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და პანიკა საჭირო არ არისო. უბრალოდ ვერ გაიგეს ელჩებმა, რა მესიჯი უნდა გაეგზავნათ, ან რა, ესე ვთქვათ, წერილი უნდა გაეგზავნათ თავიანთ დედაქალაქებში, რომ ქვეყანა იქცევა და საზღვრები გადმოაქვთ და შველა ჭირდება საქართველოს, თუ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და მშვიდათა წყნარად უნდა იყვნენ. ასეთი არაეფექტურობა ხელისუფლების, როდესაც მარჯვენა მარიცის მარცხენა რას აკეთებს, ან მარჯვენა მიცის რას აკეთებს მარცხენა და იმის საწინააღმდეგოს აკეთებს, ქვეყანას მიიყვანს ძალიან სერიოზული კრიზისის წინაშე. ამიტომ მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ რადიკალური ცვლილება საპარლამენტო არჩევნებზე არის ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც შეიძლება ქვეყანა გადაარჩინოს. ჩვენ არა, კონკრეტულ ელჩებს ახლა მე პირად საუბარში ელჩებმა მითხრეს რაღაც იმას როგორ დავასახელებ თუ საჭირო ჩათვლის თვითონ იტყვის, მაგრამ მე მგონი ლოგიკაც კი კარნახობთ, რომ ნებისმიერი კომპეტენტური ელჩი ნამდვილად აღმოჩნდებოდა ამ გაუგებრობაში, როდესაც ორ სრულიად სხვა გზავნილს მოისმენდა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან. მე ნამდვილად შემიძლია დავუპირდე ჩვენს ხალხს და ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ასეთი არაკომპეტენტურობა ნამდვილად არ იქნება, ასეთი არაორგანიზებულობა ნამდვილად არ იქნება, ნამდვილად გამორიცხული იქნება ნებისმიერი ტიპის არაფორმალური მმართველობა და ქვეყანა ჩადგება იმ კალაპოტში, რა კალაპოტიც ჭირდება დემოკრატიულ სახელმწიფოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში და ბოლომდე მიიყვანოს მათ შორის ის მოლაპარაკებებიც, რომელიც ეხლა მე მქონდა თუნდაც იგივე რუსეთის ხელისუფლებასთან. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად ძალიან ბევრს ვაკეთებთ რეგიონებში, რაიონებში. მე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო Facebook-ზე მოწოდებულ შეკითხვებს, რომელიც გუშინ საღამოდან დაიდო მას შემდეგ, რაც ჩვენ განვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნებოდა საგანგებო ბრიფინგი. ძალიან საინტერესო შეკითხვებია, ძალიან მიხარია და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. ძალიან ბევრი შეკითხვებია იმასთან დაკავშირებით, სად შეიძლება გაწევრიანება ჩვენს პარტიაში და ნამდვილად ვისარგებლებ ამ შემთხვევით და ვიტყვი, რომ თბილისში ჩვენ გვაქვს რაიონული ორგანიზაციები და გარდა ცენტრალური ოფისისა თბილისის რაიონულ ორგანიზაციებში შეიძლება გაწევრიანება და ამავდროულად რეგიონებში ჩვენ გვაქვს რეგიონალური ოფისები. სამწუხაროდ ყველა რაიონში ოფისი არ გვაქვს, მაგრამ რეგიონალური ოფისები გვაქვს, სადაც შეიძლება გაწევრიანების მსურველები მივიდნენ და ჩაერთონ საერთო საქმეში. არის ეს ვთქვათ კეთილისურვილები და იმედები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ გვეკითხებიან ჩავატარებთ თუ არა ვთქვათ რეფერენდუმს, რა სურს რეალურად საქართველოს
საქართველოს მოსახლეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ძალიან საინტერესო კითხვაა სხვათა შორის, იმიტომ რომ მანიპულირება რეფერენდუმის შედეგებით და ხშირად იმ შედეგებით, რომელიც გამოკითხვის შედეგად არის გაყალბებული, ძალიან ხშირად ხდება ქართულ საზოგადოებაში. მე ძალიან კარგად ვიცი რეალური განწყობა საქართველოს მოსახლეობის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რეფერენდუმზე ძალიან ბევრი იქნება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მხარს დაუჭერს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ასევე არის კონკრეტული კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, ვთქვათ, თუნდაც რუსეთთან დაახლოება, რაზეც მე შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ არათუ ეკონომიკურ კრიზისს არ გამოიწვევს, არამედ ძალიან სერიოზულად გაიხსნება ეკონომიკური, ესე ვთქვათ, მექანიზმები იმისათვის, რომ ქართული ეკონომიკა დადგეს ფეხზე. ეს იქნება ძალიან სერიოზული კონტაქტები იგივე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რაც ქართულ ეკონომიკას ახალ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ეს იქნება ძალიან სერიოზული ორმხრივი პროექტები, რომელიც ასევე ქართულ ეკონომიკაზე იმუშავებს. ეს იქნება თუნდაც ქართველი მუშა მიგრანტებისათვის ძალიან სერიოზული შეღავათები, რომელიც ასევე სერიოზულ პრობლემებს მოაგვარებს და ძალიან ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც, იცით რა, რუსული ბაზარი და რუსეთის ეკონომიკასთან კავშირი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოებისთვისაც კი და მით უმეტეს საქართველოსთვის.